ჩვენ ღმერთს ვესაუბრებთ. წმინდა წერილის კითხვა რა არის? წმინდა წერილში წერია ღვთის სიტყვები, ანუ წერილი რატო ჰქვია, იცით? ღმერთმა გამოუგზავნა ადამიანებს. ღმერთმა ადამიანებს წერილი გამოუგზავნა. ეხლა მეგობარი რო გიგზავნის წერილს, ხო გაინტერესებს ნეტა რა წერია შიგ? ხო და აი ვინც მთელი ეს სამყარო შექმნა. სადა მიწა შექმნა, ზღვები შექმნა, მდინარეები, ხეები, ცხოველები, ადამიანები. აი იმ სამყაროს შემოქმედმა რომ გამოგიგზავნოს შენ წერილი. არ დაგაინტერესდება რა წერია? აი ეგ არის სწორედ წმინდა წერილი. და ამას კითხულობდა ქალწული მარიამ. ან ეს ნიშნავს, რომ როდესაც ამას კითხულობ, ღმერთი გელაპარაკება. აი შენი მეგობრის წერილს რო კითხულობ, ხო შენი მეგობარი გელაპარაკება ამით. რაღაცას გეუბნება, რაღაცას გიხსნის, თავის საწუხარს თუ სასიხარულო ამბავს თუ რაღაცას გირჩევს, თავის შესახებ გიამბობს. აი აქაც ღმერთი ესე. ღმერთი გამოგიგზავნის წერილს, შენ თუ იმას წაიკითხავ, ესე იგი შენ ღმერთი გელაპარაკება. ანუ ლოცვით ჩვენ ველაპარაკებით ღმერთს, მინდა წერილის კითხვით ღმერთი თავად გვესაუბრება ჩვენ. ამას აკეთებდა და თან შრომობდა. აი ეს არის გადარჩენის გზა, ესე იგი ადამიანი როგორ უნდა ცხონდეს, ესე იგი. ლოცვა, შრომა და ღმერთს რომ მოусმინო. აი ამას აკეთებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. და ჩვენ თუ გვინდა რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სწორად თაყვანისცეთ, ადამიანი ამას უნდა აკეთებდეს. ეხლა თქვენ გულებში ჩაიხედეთ, თქვენ თუ აკეთებთ ხოლმე